ანჩა, დავიღალე შენი ძებნით. ეს არის თურქეთში გადავიდე და რაღაცები ვიყიდოთო. ვიყიდოთ კი რა ნახე რა ფეხსაცმელი გავაფუჭეს შენ ძებნაში. მე რას დამდი? გაგჭირს. ანჩა, სასტუმროდან რატო გამოიქეცი? მაკონას რა უნდოდა? აი ანჩო, რატო ხარ ცუდ ხასიათზე? ბაბაში როგორ ხასიათზე იქნებოდი, როდესაც შენი საუკეთესო მეგობარი შენი შეყვარებულისგან არის ფეხმძიმედ. რა? ლევანისგან ხარ ფეხმძიმედ? კარგი რა, მაგრამ შენი სულელების მოსმენის თავი არ მაქვს. მე არა, მაკუნა არის ფეხმძიმე. რა? მაკუნა ლევანისგან ფეხმძიმედ? მის ამიტომ მემალებოდით არა მთელი დღე? ნეტა მართლა ეგრე იყოს. კაი, დაწნადი, ლევანი არაფერ შუაში არ არის. მაკუნა სანდროსგან არის ორსული. სანდროსგან? მოიცა და როგორ? არის ხო როგორ ორსულდები. ესე იგი მაკუნა და სანდრო. ხო. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი შეყვარებული. ჯერ კიდე შოკში ვარ. არაფერი აღარ მინდა. რა? მოიცა იმიტომ ხარ აქ? ანჩო, რას ამბობ? ანჩო, ცხოვრება გრძელდება, წარმოიდგინე წინ რამდენი საუკეთესო რამ არის, აი ძალიან ბევრი მაგარი კოლექცია ანჩო. და რამდენი ახალი ნაცნობობა, ახალი ბიჭები? კაი, წავედით, თორე მატარებელი გაგვასწრებს. წავიდეთ. გამარჯობა, დეიდა მერი. გამარჯობა, ლიკა. ისე ყვავილებს ვცვლი? გუშინ არ გამოცვალე? რა ვქნა? აბა სხვა რა შემიძლია რომ გავაკეთო? არა, ასე ნულაპარაკობ. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინა გაქვს. და გარდა ამისა, ბავშვს უნდა მიხედო. სოფო დიდი გოგოა, 14 წლისაა. ჩემი მიხედვა აღარ სჭირდება. ლიკა, რას ამბობ? 14 წლის გოგო სჭირდება სწორედ დიდი ყურადღება. რა უმასწავლებელმა ელაპარაკე? არა, გუშინ ვერ მოვახერხე. გვიანობამდე აქ ვიყავი. ლიკა, მომისმინე, შენი კარგად მესმის. მაგრამ შენ რა ასე აპირებ მთელი ცხოვრება სასაფლაოზე გაატარო. ბავშვი ყავს, აი მე რომ შვილი მყოლოდა, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. საინტერესოა თქვენ რას გააკეთებდით? ლიკა, მომისმინე შვილო. მე შენ ძალიან მომწონხარ. ამიტომაც შენთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. ბავშვს იქნებ რა უჭირს და ელაპარაკე. თუ დალაპარაკება მოუნდება, არ მოერიდება მოვა და მეტყვის. სად დაგელაპარაკოს, სასაფლაოზე? მე მგონი ჩემ შვილზე და ჩემს ოჯახზე ბევრი ვილაპარაკეთ. ჩემს პრობლემებს როგორმე მე თვითონ მივხედავ. მაპატიე ლიკა, მაგრამ ვიღაცამ სიმართლე ხომ უნდა გითხრას. ძალიან გთხოვთ, იქნებ ჩემ შვილს შევეშვათ და საერთოდ აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მაპატიე ლიკა, თუ რამე გაწყენინე. როგორ ხარ? არ განარპასუხობ ისე კი ისე. ხოდა რაც არ უნდა თქვენი მექიმება, მე და ბატონ არჩილს მაინც გვჯერა, შენ მაინც გამოჯამრთელდებ. ეხლა ვიცი შეიძლება საშინელება გითხრა, მაგრამ არ იფიქრო არაფერი. ხანდახან მშურს შენი. ესე წევ ხარ და არაფერზე არ ფიქრობ. კიდე ისე თავიყალე. სოფოსთან ურთიერთობა გამიფუჭდა. იმიტომ სულ სხვანაირი გახდა ვიღაც საშინელ ხალხთან მეგობრებს ემოები გაგიგია? ხო, აი მაგათთან. ხო და ეხლა უნდა წავიდე შევხვდე და რა უნდა უთხრა ესე არ არის. სამსახურიც არეული სიტუაცია, სახლშიც არეული სიტუაცია.